მოდით ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები, რა ენერგიებში ვატარებთ ამ დღეს და რა რჩევას გვაძლევს ტარო. და პირველი არკანი, რომელიც გამოგვივიდა, ეს მშვენიერი თასების 10-იანი. დღეს ძალიან ემოციურად დატვირთული, ძალიან კარგი დღე გაქვთ. აქ აჩვენებს, რომ ოჯახთან ერთად, საყვარელ ადამიანთან ერთად, ან მეგობრებთან ერთად გაატარებთ ამ დღეს. დღეს იმუხტებით დადებითი ენერგიით, იმუხტებით ივსებით, რომ შემდგომი კვირა გქონდეთ ასეთივე სავსე და ბედნიერი. ეს არკანი აჩვენებს ასევე, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხართ და მოდით ვნახოთ შემდგომი არკანი, ეს არის თასების 8-იანი. ნახეთ, ეს არის ახალ გზაზე გასვლა. ანუ შინაგანი მდგომარეობა გაქვთ ახლა ისეთი ძლიერი და ამაღლებელი, რომ გადიხართ ახალ გზაზე, ეს არის თქვენი სტიმული მომავლისკენ სვლის. გახვიდეთ ახალ რეალობაში და შემდგომი არკანი სწორედ ამას ადასტურებს, ეს არის ხმლების მეფე, რომელმაც იცის რა უნდა, სწრაფად მოქმედება უყვარს, გააზრებული აქვს ყველაფერი. თუ შევხედავთ ამ დღევანდელ ენერგიებს, როგორც ურთიერთობისთვის საჭირო ინფორმაციას, აქ ჩანს, რომ თქვენთან შემოდის ახალი პარტნიორი, ძლიერი, რომელიც მოგიტანთ ემოციურ სისავსეს, ყველაფრით კარგი იქნება, ანუ 8-იანი თასების აჩვენებს, რომ არის ახალი პარტნიორის შემოსვლა და ეს იქნება თქვენთვის, რაც გსურდათ, რასაც ელოდით, სწორედ ესეთი ადამიანის შემოვალ, რომელიც არის ძლიერი, ეს არ არის პატარა ბიჭი, შეიძლება იყოს ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გააზრებული კონდეს, რა უნდა ცხოვრებაში, რა სჭირდება. ასევე ხშირად ესეთი არკანი აჩვენებს ან ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე, ან საჯარო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანს, შეიძლება იყოს იურიდიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პიროვნება. ყველა ვარიანტში ეს არის ძალიან გრძნობიარე, სწრაფად მოქმედი ადამიანი და ასევე თავად ეს არკანი აჩვენებს სწრაფ რეალიზებას, ანუ თქვენ თუ ფიქრობთ და ოცნებობთ და გინდათ, რომ შემოვიდეს პარტნიორი, ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, ეს ძალიან სწრაფად და მალე მოხდება. ესეთია დღევანდელი პროგნოზი და ალბათ ეს უფრო, რადგან წავედით ურთიერთობაზე, უფრო არის მათთვის, ვინც ეხლა ელოდება პარტნიორს. სავსებით შესაძლებელია დიდი ხნის უნახავ პარტნიორთან შეხვედრა, ან კომუნიკაციაზე გასვლა მასთან, ან ის თვითონ გამოვა, ესეც არის აქ იკითხება. ხოლო რჩევა ტაროსგან იქნება შეინარჩუნეთ ამაღლებული განწყობა, ეს დაგეხმარებათ პარტნიორთან ურთიერთობაში. გიზურვებთ ბედნიერებას და კარგ განწყობას.